თავდახუჭული რომ ღერიანი საქართველოს სიმს აქ გამოდიან საბრძოლველად. ქვეყნის შეურაცხყოფა იყო ხა ვიღაცა ესპანელმა მსაჯმა, რომელმაც გადაწყვიტა რომ საქართველოს არასაფეხბურთო ქვეყანაა, გაგვიკეთა ის რომ უნდათ რომ გავემწარებიათ, მაგრამ ფიწყალობით გამოვიდა ისე დამბიჭების დამსახურებით რომ ვერაფერი ვერ დაგვაქვს. ყველა ვინც ვიქნებით მოედანზე 11 კაცი ყველაფერს გავაკეთებთ რომ გავიმარჯვოთ ბელგიასთანაც და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატში. უფლება არ ქონდა უბრალოდ წაგების ამ თამაშში და გავედით რა დარწმუნებულები ვიყავით რომ გავიდოდით. და გოლზე ჩვეულებრივი გოლი იყო. საფეხბურთო ელემენტი, კარში დავარტყი გავიდა. დიდი მადლობა მინდა მოუხადო საბჭოთა შტაბს და ყველას, ვინც ჩვენს გვერდზე იდგა გულშემატკივრას და ქართველ ხალხს. რა 17 წლამდეში მე ვერ გავაკეთე, აქ შევწელი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გიას ცეცადეს რომ მენდო მიზანი იყო რომ ჯგუფიდან გავსულიყავით, მით უმეტეს გამოცდილება ჰქონდა შარშან 17 წლამდელებიდან გამომდინარე და ფიქრობ რომ ლოგიკური შედეგი იყო, იმიტომ რომ ბიჭებმა ძალიან ღირსეულად იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გავეხარებინა. აქ არ გავჩერდებით მარტო ამაზე, გავედით და მე გავჩერდეთ, ძალიან დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. Mati, გადაგიგებ.
ეს არის ისეთი დასაწყისი, რომელიც ჩემი აზრით წარმატების წაწინდარი იქნება. ესე უნდა ყოფილიყო და მადლობა ყველას, ვინც ეს გააკეთა, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ვიღაცისთვის წვრილმანი იყოს, მაგრამ კიდე ერთხელ გამოჩნდა, რომ ერთი გუნდია და მაგ ერთი გუნდი გააკეთებს საქმეს იმაში, ლიტვაში ზუსტად. ხალხი რო უკან გვიდგას, უფრო რაღაც ისე მოტივირებულები ვიქნებით, რომ ანუ ხალხი ჩვენზე ფიქრობს და ამას გასახარაც უნდა ვითამაშოთ. იქ არ მარტო ჩვენი თავისი და ჩვენი ქვეყნის, ჩვენ უკან ხალხი არის და ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რომ შევაფასოთ ეს შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვისაც სტიმული არის ბიჭებისთვის მოვიდა ხალხი აქ გვერდში გვიდგას ნამდვილად ვგრძნობთ ამ ყველაფერს და იქ ვეცდებით რომ ამ ხალხის თამადობით და დანარჩენი საქართველოს თამადობით ყველა ვასახელოთ ჩვენი ოჯახები პირველ რიგში და მე ეს ხალხი და დანარჩენი საქართველო. გულშემატკივარი ესე იგი ვიცით რომ გვერდში გვიდგას აქ და რომ წავალთ იქ ვიცი რომ ჩვენი ქვეყნის უნდა ვითამაშოთ და ეს რომ მოვიდნენ დაგვაფასეს ძალიან კაია. ჩვენ სტიმული იქნება. ძალიან სასიამოვნო როცა გზნობთ რა ქართული ხალხის გვერდში დგომას ყველანი რა თქმა უნდა ეს ხალხი ვერ წამოყვება იქ, მაგრამ აქედან გვიგულშემატკივრებს და გვერდში გვედგება მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ ვიქნებით რა და ჩვენც ჩვენის მხრივ ვეცდებით ყველანაირად რომ კარგი შედეგი ვანახოთ იქ და მინიმუმ ჯგუფიდან გავიდე და შემდეგ რა მოხდება უკვე ღმერთმა იცის. დავიღალე უკვე მეძინება და შეიძლება რომ ავიდეთ ოთახებში, ხო? აიღალდა. მოგხედეთ, ვინმე მოგხედეთ. აღარ შეიძლება ამდენი საათი. მალე სასწრაფოდ. ძილი გუნდა, ბიჭებს. სასწრაფება გუნდა, საღამოს ვარჯიში გვაქვს. ცოდოები ვართ. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები რიგის ცენტრიდან 10 კილომეტრში მდებარე დეის ჰოტელში დაბინავდა, რომელიც მკვდრო ადგილ მდებარეობით გამოირჩევა. 6 სართულიან სასტუმროს 101 სტანდარტული 30 განსაკუთრებული კომფორტის მქონე და ლუქსის ტიპის 4 ნომერი გააჩნია. სასტუმროს 3 საკონფერენციო დარბაზიდან 1 საქართველოს ნაკრების განკარგულებაშია, სადაც თეორიული მეცადინეობა ტარდება. მე-6 სართულზე მდებარე ტერასაზე იდეალური გარემოა შექმნილი თავისუფალი დროის გასატარებლად და დასასვენებლად. თუმცა მთავარი მაინც სასტუმროს ადგილმდებარეობაა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ გუნდი 10 წუთში უკვე სავარჯიშო მინდორზე იყოს. რადგან დღეს ცოტა ადრე ჩამოვიდა, ბიჭები დაღილები იყვნენ, ბიჭებს დღეს 6 საათზე ქონდათ აღდგენითი ვარჯიში აქვთ 6 საათზე და ხვალიდან უკვე ორჯერ ვარჯიშებზე გადავდივართ. 11-ში ჩვენ გეგმავთ თამაშს სკონტოს დუბლებთან. თამაში გვინდოდა 6 საათზე, მაგრამ რადგან სკონტო ეთამაშება ევროპა ლიგაზე, თამაში ევროპა ლიგაზე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ, გიამ გადაწყვიტა, რომ გუნდი წავიყვანოთ და დაესწროს ამ თამაშს და ამიტომ თამაში ცოტა ადრე გადმოვწევთ. მერე 12-ში ისევ ერთჯერადი ვარჯიში გვექნება, ანუ აღდგენა გვექნება და 13-დან ისევ ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. 16 ივლისამდე გუნდი რიგაში დარჩება და საცნო პროცესს სწორედ ამ სტადიონზე გამართავს. ჩაატარებს ამხანაგურ შეხვედრებსაც და კონტინენტის პირველობას სრულ მზადყოფნაში შეხვდება. პირველი ვარჯიში გუნდმა ჩასვლის დღეს გამართა, თუმცა მწვრთნელებს ფეხბურთელებისთვის სრული ფიზიკური დატვირთვა გასაგები მიზეზის გამო არ მიუციათ. მგზავრობა დიდხანს გაგრძელდა, სადღაც 4 საათი, 3 საათი ნახევარი და მაინც მჯდომარე მდგომარეობაში რთული ესე შემდეგ მოხვიდე და რაღაც გარკვეული შეასრულო ვარჯიში რა. ძირითადი ვარჯიში დღეს იყო აღდგენაზე, რომ აღდგარიყო ის ენერგია, რაც დახარჯეს ბიჭებმა
შეავსეს წყლის მარაგა ეთქვენ დააკვირდით თორს დღეს ძალიან ბევრ წყალს სვავდნენ სითხეს იღებდნენ და დღესაც კიდე კუნთური მუშაობაზე იყო გაწევლებზე იყო დიდი აქცენტი გადატანილი და აღდგენა ჩატარდა ძირითადი იყო ეს აღდგენითი ვარჯიში დღეს დღევანდელი ვარჯიში საფეხბურთო დღიურების ფარგლებში ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში შევეცდებით თქვენ წარმოგიდგინოთ ჩვენი ნაკრების წევრები, გუნდის ხელმძღვანელობა და სასწრაფოდ ლოგიკურია, რომ ჩვენს პირველ გადაცემაში ჩვენ საუბარი გვექნება ნაკრების მთავარ მწვრთნელთან გიაცე ძაძესთან, სასაუბრო ძალიან ბევრი დაგროვდა, თუმცა ჩვენ ბუნებრივია მოვყვებით ყველაფერს ქრონოლოგიურად და აუცილებლად ჩვენ საუბარს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დავუწყებთ ელიტ რაუნდის გახსენებით. გია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის და პირველი რაც მინდა გითხო, მინდა რომ მოკლედ გადავალოთ თვალი ელიტ რაუნდს, მით უმეტეს რომ იქ იყო ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორი, რაზეც შეიძლება და აუცილებელიც არის რომ თქვა ყურადღება გამახვილდეს. რაც შეეხება ელიტ რაუნდს, რა შეიძლება ითქვას, რომ რაც ქონა დასახული მიზანი ახლა ახალ არაფერს არ ვეძახი, მადლობა ღმერთს 100% შევასრულეთ, მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის სერიოზული თამაშებს, რაც შეეხება იოლი თამაში არც ერთი არ ყოფილა, ვიცოდეთ კიდევაც ეს და მადლობა მოიწონ ჩვენი გეგმით მივიყვანეთ ჩვენი საქმე ბოლომდე. იყო რიგი თამაშები, რომელიც შეიძლება აიღინიშნოს, რომ ძალიან რთული თამაშები გამოვიდა, ორი თამაში განსაკუთრებით შოტლანდიასთან და ბელგიასთან, რომელიც მაინც მოახერხეთ და სწორი მიდგომით და ბიჭების თავდადებით და სწორი თამაშის რაც თავარია, აიღინიშნოს ის, რომ მარტო თავდადების ხარჯზე არ ყოფილა ეს წარმატება, იქ იყო თამაში ფეხბურთის, რასაც ჩვენ ვითხოვდით ჩემი სამწუხარო შტაბი ამ ფეხბურთელებისგან. მაგის გარეშე გამორიცხულია ვთვლი, რომ უკვე 19-ლამდე ნაკრები არის ის ასაკი, სადაც უკვე დიდ ფეხბურთთან მიახლოვებული კი არა, უკვე დიდი ესე შეიძლება უკვე დღევანდელ დღეს ავარქვა დიდი ფეხბურთი, იქ სწორი ტაქტიკური და სტრატეგიული გათვლების და ფეხბურთელების გარეშე გამორიცხულია შედეგის მიღწევა, რაც არ უნდა ჩვენ გეგმოთ ვიმუშაოთ, თუ ფეხბურთელმა არ გადაიტანა მოედანზე და არ შეასრულა, კაპიკი ამ დაგეგმვის და მუშაობის ფასი. იგივე იმ შოტლანდიასთან. ანგარიში იყო 1-0, როდესაც დავრჩით 9 კაცით მინდორზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემი აზრით და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ თვალნაცვლივ აღნიშნავს იმას, რომ გუნდი იმ მომენტში იყო ფსიქოლოგიურად იდეალურად მომზადებული. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ რაღაცა სხვა მიმართულებით წასულიყო, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ შეიძლება დაბნეულიყო, გაეშვა გოლი პირიქით ორი ბურთის გატანა მოახერხეს და საბოლოო ჯამში დასკვნითი მატჩი მასპინძელ ბელგიასთან ჩვენ წარმატებით დავასრულეთ და მოვიპოვეთ ფინალური ეტაპის აღზრდა. ყველაფერს აქვს თანაბარი მნიშვნელობა, აი პროცენტულად რომ დავყოთ, ეგრე არ არის მაგალითად რომ თავდადება იყოს 60%, ეს ყველაფერი არის თანმიმდევრულად, ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. მატერიალურ-ტექნიკურ მხარიდან დაწყებული და რაც კარგად იყო და ნორმალურად იყო, ფსიქოლოგიური მხარე, ანუ ეს თავდადება, ტაქტიკური მომზადება, ფიზიკური მომზადება, ყველაფერი იყო გატონასწორებული, ყველაფერი იყო თანაბრად, ჰარმონიულად და თავარი, რაც არის ყველაფერი არის ამ ფეხბურთელების გასაკეთებელი და შესაძლებელი, ჩვენი მიცემული დავალებები, ჩვენი ხედვა, რომ რასაც თვლიდით, რომ სიმართლე იყო, რაც მოგვიტანდა წარმატებას დაუშვათ, ეს რომ გადავიტანოთ და გადავეცით ფეხბურთელებს, ყველა თამაშზე ჩვენ ხედავდით, რომ ყველაფერი რა თქმა უნდა არ გამოდიოდა და ძალიან ბევრი სამუშაოა და ბევრი რამე დასახვეწია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობა თვალნათლივ იყო, რომ ისინი ცდილობდნენ ჩვენი დავალებების შესრულებას, როცა ახერხებდნენ ახლა 100% თამაშის პროცესში, ეგ არ არის არსად, რომ მარტო მწვრთნელი მართავდეს ამ თამაშს და არც მგონია, რომ სწორი იყოს, მაგრამ თვითონ საფუძველი ჩონჩხი, ესე რომ ვთქვათ, უნდა იყოს გუნდის სტრატეგიის, მწვრთნელების მიერ მიმართული და ჩვენ ხედავდით ამას, რომ ეს ბიჭები აი ამ ყველა კომპონენტში რაც ჩამოვთვალეთ, ყველაფერში თანაბრად იხარჯებოდნენ და თვლი რომ წარმატების ერთ-ერთი საწინდარი იყო ეს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ახლა ღმერთი დაგვეხმარა და ღვთისმსხალობა მაგის გარეშე გამორიცხულია ჩემი წარმატება. და ვიდრე ამ თემას ამოვწურავთ, მინდა აუცილებლად გითხო, არც ერთი ცვლილება არ განგიხორციელებია შემადგენლობაში. ევროპის ჩემპიონატზე წამოიყვანეს ზუსტად ის გუნდი, რა გუნდიც ყავდა ელიტ რაუნდში. რა იყო ამის მიზეზი? ცვლილება ხდება იმ შემთხვევაში, ღმერთმა არქმევს, თუ იქნა ტრავმა, რაც მოხდა ხუკნაგელის და გუროშიძის შემთხვევაში, ან თუ რომელიმე ფეხბურთელი შეიძლება
ყველაზე მაგრად ვინც ითვლება და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვინც არის, შეიძლება იმ მომენტში რაღაცნაირად ამ ფსიქოლოგიურად, ამ ფიზიკურად ვერაკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ გვჭირდება და ქვეყნის საქართველოს ნაკრებს რაც ჭირდება, ყველას მოუწია თამაში აბსოლუტურად მეკარის გარდა, ბაჭანამიქავას გარდა და აბსოლუტურად ყველას ძალიან დიდი საპასუხისმგებლო თამაშები მოუწიათ და ყველამ თავი 100%-ით გაართვა თავის დავალებას და არანაირი მორალური უფლებაა და არც სპორტული თვალსაზრისით ჩვენ არ გქონდა რომ ეხლა ჩვენ მაგალითად ვიღაცის მოგვიგინდა ხელი გაგვეშვა და სხვა დაგვებრუნებინა. კარგი, ეხლა აუცილებლად უნდა კითხო, 20-ში იწყება ევროპის ჩემპიონატი, თუმცა იქამდე ყოველი საათი თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუნდმა შეკრება დაიწყო რამდენიმე დღით ადრე, საკმაოდ დრო არის შეკრებისთვის. შეიკრება, ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით, ფსიქოლოგიურად რამდენად მზად არიან და ათვიცნობიერებენ იმას თუ რა დონის და რა რანგის ტურნირი აქვს სათამაშო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სამუშაოა ყველანაირი მხრივ ფსიქოლოგიურითაც. ფსიქოლოგიური მუშაობა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ დაუშვათ მოწინააღმდეგე თავის სახელიდან გამომდინარე, შენ იმას თვლიდე რაღაც ძლიერად და შენ მეორე ნომრად. შეიძლება იმოქმედოს იმ ფაქტორმა დაუშვათ აი სიტყვაზე ვიძახი, რომ სერბეთის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ ვაჯობეთ. ეხლა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომ ჩვენ სერბეთის ნაკრებთან მოვახერხოთ იმ ხელა კონცენტრაცია, რომ მესამეჯერაც უნდა ვაჯობოთ. ჩვენი მიზანი ეს არის. აქ არის ბევრი სხვა სამუშაოები, გასაწევი, აქ არის უცხო გუნდები, რომლებთანაც არ გვითამაშია, საფრანგეთს და თურქეთს გულისხმობ. არც მათი აი დაუშვათ სისტემით და სტრატეგიით მოთამაშე გუნდებთან არ გვითამაშია, უფრო სწორედ სისტემით კი, მაგრამ ეგეთ მაგ სტილით მოთამაშე გუნდებთან ჩვენ გვექნება გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ამ მოწინააღმდეგეების ანალიზიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიურიც, ტაქტიკურიც, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი გულშემატკივრისთვის ცოტა თქვათ გასაკვირი იყო ის, რომ შენ კმაყოფილი დარჩი იმით, რომ პირველ თამაშს თამაშობ საფრანგეთთან. აი შეგიძლია რომ თქვათ აგვიხსნა ეხლა საფრანგეთი ბუნებრივად გამორჩეული გუნდია და პირველი თამაში ღმერთმა არქმნა, შეიძლება რაღაც არასასურველი შედეგი დასრულდეს, ხო შეიძლება რომ თქვათ ამ არასასურველმა შედეგმა გუნდზე უარყოფითად იმოქმედოს. ხო მარტო ეგ მიზეზი არ არის, ლაჩა შეიძლება სასურველი შედეგი დასრულდეს და მაინც უარყოფითად იმოქმედოს სხვა თამაშებმა, მაგრამ თვლი რომ საფრანგეთი ეხლა გეთანხმები რომ გამორჩეული გუნდი იქნება ერთ-ერთი ჩვენ ქვეჯგუფში. ჩვენ არ გქონდა მასალები ბოლოს ელიტ რაუნდის საფრანგეთის თამაშების და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით ჩამოგვივიდა ეს მასალები, ორი თამაში გვაქვს, ანალიზს ვუკეთებ და რაც მე მქონდა ძველი თამაშები მქონდა, ამხანაგური თამაშები იმ გუნდთან შედარებით ის გუნდი მოგითხრას იმართლე არ მომეწონა საფრანგეთის ის გუნდი და იმასთან შედარებით უფრო კარგი გუნდია, იმიტომ რომ 8 თვის უკან იყვნენ და უფრო დახვეწილები არიან, თვლი რომ ყველა ფავორიტი ამ ქვეჯგუფიდან და 50-50-ზე შანსები ვფიქრობ, მაგრამ საფრანგეთთან თამაში იმიტომ იყო ჩვენთვის სასიამოვნო, რომ თუ გინდ ფსიქოლოგიურად, თუ გინდ სტრატეგიულადაც ქვეჯგუფიდან გასვლას გულისხმობ, არის კარგი, რომ თავიდან ჩემი აზრით მე ეგრე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერს ვისაც მოისაძრებ პირველი თამაში იმასთან ითამაშო, ასე ვთქვათ, გადავაგოროთ ეს თამაში, საჩვენოდ უნდა დავასრულოთ ყველა ვარიანტში და დადებით შედეგი უნდა იყოს ამ თამაშზე. ჩვენ მერე გვაქვს დანარჩენი თამაშები, თითქმის ერთ და იგივე დატვირთვა ექნება ამას, ოდნავ არის სხვაობა, აი ოდნავ ძალიან უნიშნელო, მაგრამ მაინც რახან არის სხვაობა, ჯობია რომ პირველი თამაშები ვფიქრობ ჯობდა რომ საფრანგეთთან ყოფილიყო, შემდეგ ამ საფრანგეთს ექნება იგივე სერბეთთან და თურქეთთან თამაშები, თუ ჩვენთან საჩვენოდ დავამთავრებთ ამ თამაშს, დიდი შანსია რომ იქაც დაკარგოს გულები და მგონია რომ თუ ძლიერ მეტოქე ჩვენ თავიდან შევხვდებით და დავასუსტებთ შემდეგისთვის, როგორც ინგლისთან მოხდა მაგალითად ინგლისის ნაკრები იყო ძალიან ძლიერი გუნდი, თვლი რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე რო ყოფილიყო ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა და თვითონ სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე ვიძახი და არა როგორც დაუშვათ რეიტინგი და როგორც ყველა მის ინგლისის ორი ქვეყანა და რა გუნდები წავს. გუნდი რომელსაც შენ წვრთნი, რომელთან ერთადაც შენ მოიპოვე ფინალური ეტაპის აგზური, ძალიან კარგი ატმოსფერო გაქვს ჩამოყალიბებული, იგივე ურთიერთობიდან დაწყებული, არა მარტო მინდორზე რა თქმა უნდა და მე მინდა უბრალოდ კითხო შენი შეხედულებით რის ხარჯზე შეუძლია საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს მიაღწიოს წარმატებას? რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ეს ურთიერთობა ერთმანეთის სიყვარულის ხარჯზე. მე ამ ბიჭებს რო უყურებ გვერდიდან მიხარია მათი ურთიერთობა, მარტო სიყვარულით ხედავ მეც ვერაფერს. აქედან უნდა დაიწყოს საერთოდ ჩემი აზრით ყველანაირი საქმე და ყველა ფეხბურთის და არჩენის სპორტის სახელად საერთოდ ცხოვრებას მე ეგრე მგონია. და რა თქმა უნდა კიდე შემდეგ მოდის რა ვთქვით წეღან აი ცალ-ცალკე არ გამოვყოფ რა ლაშა იმიტომ რომ
არც ერთ რამე კომპონენტში თუ რაღაც 10% მაინც მოაკლდა და უკვე ეგ იმას ნიშნავს, რომ უკან გადადგმული ნაბიჯია. რა ეს არის თავიანთი ქვეყნის სიყვარული, რა თქმა უნდა და თავდადება, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს, სადაც სამწუხაროდ არ არის ფეხბურთი ისეთ დონეზე, როგორც თვითონ მათ უნდა და ჩვენ როგორც გვინდა. ეს არის ამომავალი წერტილი მათი, რომ თავიანთ ქვეყანას ემსახურებიან, იციან თავიანთ ხალხს ემსახურებიან და იმ ხელა ბედნიერება მიიღეს მათ ამ წარმატებით, რომ ამის გემო რო გასინჯეს, ეხლა გამორიცხულია, რომ არ გააორმაგონ თავიანთი ენერგია და არ გაათმაგონ თავიანთი სულისკვეთება, რომ ეს შედეგი ისეთი გავაკეთოთ, როგორც ჩვენ ვეკადრება ქართველ ფეხბურთელებს და ქართველ მოსახლეობას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე გეტყვით, რომ ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს 19 წლამდე ნაკრების თავმჯდომარე გია ცეცაძე. ჩვენ ხვალიდან უკვე დავიწყეთ თითოეული ფეხბურთელის წარდგენას ინტერვიუებით და ბუნებრივია ეს ინტერვიუები ძალიან საინტერესო და მრავლის მომწველი იქნება. ასე რომ გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ ტრადიციულად 23 საათიდან ჩვენი შევხვდებით პირველი არხის ეთერში.